ნარკოდანაშაულის კიდევ ორი საქმე ოპერაციები თბილისში და გურჯაანში ჩატარდა. დედაქალაქში ამოღებულია დიდი ოდენობით მეტადონი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. საქმის ფიგურანტი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც დანაშაულს აღიარებს. რაც შეეხება კახეთს, გურჯაანში დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში 50 კილოგრამამდე მცენარე კანაფი ჰქონდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით ბრალდებული ნარკოტიკებს სახლშივე ამზადებდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილი სისხლის სამართლის დანაშაულების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახეობის ათეულობით კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულია რამდენიმე პირი. ერთ-ერთი ასეთი საქმე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა მაშინ გახსნეს, როდესაც პირადი ჩხრეკისას მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა. ლორდ-კიფანიძის ქუჩაზე დაკავებული პირის ჩხრეკისას ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. ასევე საგამოძიებო მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი თბილისში მოსკოვის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა. საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული დაკავებულ პირთაძრე გაიზარდოს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, რომლის რეალიზაციასაც დაკავებული ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით გეგმავდა. ნარკოდანაშაულში მხილებული 20 წლის ახალგაზრდა დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, თუმცა ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ დანაშაულის აღიარება მისთვის შემომსუბუქებელი გარემოება აღმოჩნდება. აღიარებს დანაშაულს. მტკიცებულებები საკმარისი იმისათვის, რომ ბრალი წაუყენებს. დანაშაულს აღიარებს და ჩვენ ვინაიდან დადგან 20 წლის ბავშვია, მე პროკურატურიდან მოვითხოვთ, რომ საპროცესო დახმარება გაუფორმდეს რა, სამართლიანი შეღავათი რომ გაუწიოს ბრალდების მხარე. თბილისის პარალელურად ნარკოდანაშაული გაიხსნა კახეთშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნივთმტკიცებად ამოღებულია 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი და ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები. რა პოზიცია აქვს ბრალდებულს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით მისი უფლებადამცველი არ აკონკრეტებს და მოკლე კომენტარი შემოიფარგლება. ვერ გავაკეთებ კომენტარს, ვინაიდან შესამართლის არასდროს საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არ აღიარებს ბრალს თუ დუმილის უფლებას იყენებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.